სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. დიდება და მადლობა ღმერთს თითოეული წირვისათვის. ეს ღვთის დიდი წყალობა არის, რომ ადამიანს შეუძლია რომ წირვას დაესწროს და სული მოითქვას, ესე იგი. რა კარგი სიტყვა, სული მოითქვას, მართლაც ესე იგი ადამიანისთვის რომ არ არსებობდეს ახსარების და ზიარების საიდუმლო, მართლაც ის სულს ვერ მოითქვამდა. იმიტომაც ამბობს წმინდა პაისი ათონელი, რომ დღეს ადამიანები იმიტომ იტანჯებია, რომ ახსარებას არ ამბობენ, არ ნანობენ თავის ცოდებს და უფალი კი ამბობს, აი დღევანდელ სახარებაშიც შეგვახსენა ეკლესიამ, რომ უფალი ამბობს, მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისვენო თქვენ. ყველას ეუბნა, იქ ხარ გამოარჩევს ვინმეს. თითოეულ ადამიანს ეუბნა, მოდით ჩემთან, ადამიანი ხო იტანჯება. ადამიანი წუხს, ადამიანი განიცდის რაღაცას, რაღაცა სადარდებელი აქვს თუ რაღაცა საპასუხისმგებლო აქვს რაღაც გასაკეთებელი, ხო წუხს ამ ყველაფრის გამო და უფალი კი გვპირდება, ის სამყაროს შემოქმედი გვპირდება ჩვენ, რომ მოდითო ჩემთან და მე განგისვენებ თქვენო. მაგრამ ადამიანი თუ დაუშვათ არ მიდის უფალთან და კვლავ უფალს აბრალებს, რომ რატო არ შველისო, რატო არ მაქვს სიმშვიდე, რატო არ მაქვს სიხარული, ეს უკვე ჩვენი ბრალია, იმიტომ რომ ჩვენ არ მივდივართ უფალთან. ეხლა მაგალითად აი თუ ადამიანი ორმოში ჩაძვრება და შესწირდება, განა მზის ბრალი იქნება, რომ ზე რატო არ მათბობს, სხვა შეიძლება გამთბარია მზის სხივებით. მაგრამ ვიღაცას ცივა, იმიტომ რომ არ ეფიცხება მზეს. გულს არ გადაუშლის, არ გაითბობს გულს და მაშინ რანაირად იქნება? რანაირად გათბება თუ ის ორმოში იმალება. ამიტომაც აი ჩვენ კი არ უნდა დავიმალოთ სირაქლემასავით, ესე იგი თავი კი არ უნდა ჩავყოთ, თვითონ აქ არაფერი ხდება. განაცოდები ვის არ აქვს, ყველას აქვს თავის ცოდვა, ხო? კაცმაო ჭირი მალაო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალო. ის ჩვენი ცოდვა ვლინდება სხვადასხვაგვარად. ვლინდება ჩვენს განსაცდელებში, ჩვენს ავადმყოფობაშიც ვლინდება, ჩვენს გაფუჭებულ ურთიერთობებშიც ვლინდება ადამიანებთან. ბევრ რამეში ვლინდება ძალიან. და ამიტომაც აი უფალი ყველას გვეუბნება ჩვენ, რომ მოდით, ყველანი მოდით და მე განგისვენებთ, შვებას იგრძნობთ, სიხარულს იგრძნობთ და ისწავლეთ ჩემგანო, რადგან მშვიდი და დაბალი ვარ გულით. აი სიმშვიდე, ეს სიმდაბლე შეუძლებელია ადამიანი მშვიდად იყოს, ესე იგი, როდესაც საკუთარ თავზეა მინდობილი. შეუძლებელია მშვიდად იყოს. საკუთარ თავზე მინდობილი ადამიანი, ესე იგი, აი თავისი ჭრდილისაც კი ეშინია. მაგრამ ღმერთზე მინდობილ ადამიანს არაფრის არ ეშინია. აი როგორ არის წმინდანთა ცხოვრებაში ნათქვამი, ის იყო უშიში, ანუ უშიშარი, ვითარცა უხორცო. ისეთი უშიშარი იყო, თითქოს სხეული საერთოდ არ ჰქონდა. და ადამიანს თუ ესეთი გამბედაობა აქვს, რომ თითქოს სხეულია საერთოდ არ აქვს, რომელი საწამებელი იარაღით უნდა შეაშინონ ახლა ეგეთი. ვერაფრით არ შეაშინებს. ჩვენი შიში და გაურკვევლობა მაინც ჩვენს სხეულს უკავშირდება ხოლმე. ხორცს უკავშირდება მაინც და ამიტომაც აი რაც უფრო ღვთის მადლით არის ადამიანი ახსავსე, მით უფრო არის უშიშარი. აი მაგალითად თქვენ იცით, რომ პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო ქრისტე, ხო? რომ მღვდელმთავრის ეზოში რო შევიდნენ და იქ ცეცხლთან რო თბებოდა ერთ-ერთი მხევალი ქალი, მსახური ქალი ხო მივიდა და ეკითხება, რომ შენც მისი მოწაფე ხარო? არა, არ ვიცნობ. მერე სხვაგან ეკითხებიან, შენო საუბარზე გეტყობაო, რომ მისი მოწაფე ხარ და არა, არ ვიცნობ. მერე კიდე მესამეჯერ. და აი წარმოედგინეთ, ერთი ადამიანის წინაშეც კი ვერ აღიარა.
მერე რა ხდება? სულთმოფენობის დროს, როდესაც მოწაფეები სულიწმინდის მადლით აღისნენ და ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა მათზე სულიწმინდა, მერე ნახეთ რა ხდება. ეს თან დღესასწაულია იუდეაში უამრავი ხალხია შეკრებილი. პეტრე მოციქული გადმოდგება ბანზე და ყველას უქადაგებს, ამხილებს ქრისტეს მკვლელობაში და სინანულისკენ მოუწოდებს. მე ხაზი რას მინდა გავუსვამ? სანამ სულიწმინდის მადლით აღივსებოდა ადამიანი, სამჯერ უარყო ქრისტე, ვერ უერთგულა. არა და უყვარდა. მაგრამ ეს სუსტია ადამიანი. მაგრამ როდესაც ადამიანი სულიწმინდის მადლით აღივსა, არა თუ სამი ადამიანის წინაშე, ათასობით ადამიანის წინაშე გამოდის და მხნეთ ამბობს და ამხილებს, ადანაშაულებს იმაში, რომ ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მაგრამ ამავე დროს რადგან უყვარს და რადგან ღვთის სიტყვა უნდა მიუტანოს ადამიანებს, სინანულისგან მოუწოდებს და წერია, რომ 3000 კაცი მოექცა. ახლა წარმოედგინეთ, რამდენი 1000 უნდა ყოფილიყო, სადაც 3000 მოექცა. იმაზე მეტი იქნებოდა ისეთი, ვინც არ დაუჯერა და არ მოექცა. სხვა ქადაგებისას 5000 კაცი წერია, რომ შეეძინა ეკლესია, შეემატა, ანუ სხვა დროს ისინი მოინათლნენ. ხო, ირწმუნეს ღვთის. ეს იმიტომაც მოხდა, რომ პეტრე მოციქულის სიტყვას რატო ქონდა ფასი? პეტრე მოციქული თვითონ ცხოვრობდა ისე, რასაც ამბობდა, რასაც ქადაგებდა. მე თუ დავუშვათ ძუნწი ვარ, არა, ჩემს სიტყვას მოწყალების შესახებ არაფერი ფასი არ ექნება. კი მოისმენს ადამიანის ყური, მაგრამ ის მარტო ყურთან დარჩება, ის გულამდე ვერ ჩავა სიტყვა. ახლა ჩვენ შეიძლება ორი ადამიანი ვნახოთ და ორივე მოწყალებაზე ლაპარაკობდეს, ორივე ერთი და იგივე სიტყვებს, მაგრამ ერთის სიტყვა ჩვენს გულამდე აღწევდეს. ჩვენ შეიძლება არც ვიცნობთ, პირველად ნახეთ, მაგრამ იმიტომ აღწევს, რომ ის თვითონაც არის ეგეთი მოწმობა, ეგეთი მოწყალე. ახლა დღეს შეიძლება უწმინდურმა ადამიანმა სიწმინდეზე გელაპარაკოს, მაგრამ იმის სიტყვა ჰაერივით არის, არაფერი ძალა იმას არ აქვს. მაგრამ წმინდა ადამიანი თუ იტყო და იგივე სიტყვებს, ის ჩვენს გულზე გავლენას მოახდენდა. იმიტომაც პეტრე მოციქულის სიტყვამ მათზე მოახდინა ეს გავლენა. პეტრე მოციქულს ძალიან უყვარდა უფალი. საბოლოო ჯამში პეტრე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა, ჯვარზე გაეკრა და იმდენად თავმდაბალი იყო, რომ ითხოვა, როგორცო ჩემი უფალი აცვით ჯვარსო, მე არა ვარ ღირსი, რომ ეგრე გამოკრათ. და ითხოვა, რომ თავდაყირა გაეკრათ ჯვარზე. ან თავი იმის ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ თავისი მოძღვარივით გაეკრათ ჯვარზე. საოცარი ამბავია ესეთი გარდამოცემა არსებობს, რომ ახლა ხო თავის სულიერ შვილებს როგორ ეყარებოდათ პეტრე მოციქული ესეთი გულანთებული და უამრავი ტანჯვა გადაიტანა მაგის გამო და ეუბნევიან მოწაფეები, რომ წადიო რომიდან დატოვეო რომი, იმიტომ რომ წამება ელოდებოდა და პეტრე მოციქულიც არა შიშის გამო, არამედ მათი სიყვარულის გამო მართლაც ფიქრობს, რომ დატოვოს რომი და გავიდეს, იმიტომ რომ ამ მოწაფეებს ჭირდებათ, მე სულიერ შვილებს მისი თავი ჭირდებათ. როგორც აი პავლე მოციქული რო ამბობს ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომ მეო გულიო ორ რამეს მეუბნეო, ერთი ის რომ წავიდე და უფალთან ვიყო, მაგრამ მეორე აქ დარჩენა უფრო თქვენთვის არის, რომ თქვენ ჭირდებითო და პეტრე მოციქულიც ამ განზრახვით ტოვებს რომს და გამოდის და იქ მას გამოეცხადება უფალი იესო ქრისტე სახედარზეა ამხედრებული და ქალაქში შედის და სად მიდიხარო უფალო და მივდივარ რომზე ან იერუსალიმზე არ მახსოვს მაპატით, მაგრამ საბოლოო ჯამში რომში მოხდა ნერონის მიერ და რომში მივდივარო, ესე იგი რომ ხელმეორედ უნდა ვეცვა ჯვარს და პეტრე მოციქული მიხვდა, რომ ეს ჩემზეა ლაპარაკი, ანუ მე უნდა შევბრუნდე უკან და მე უნდა ვეცვა ჯვარს და მართლაც შევბრუნდა და აი მაშინ მოხდა მისი ჯვარც. ისე რომ ის თუ გამოდიოდა ქალაქიდან იმის გამო, რომ სარგებელი მოეტანა სულიერი შვილებისთვის და ესეც ღვთის ნებად მიაჩნდა
და თუ შებრუნდა უკან და ჯვარს ეცვა, აქაც ღვთისნება აღასრულა. და თუ ადამიანი ყველაფერში ეძებს ღვთისნების აღსრულებას, ის მას მართლაც ექნება სიმშვიდე. არა ის რომ მე ასე მინდა, მე ისე, არამედ უნდა თქვას რომ უფალო შენ რა გინდა რომ მე გავაკეთო, რას მავალებ, რისთვის მომიყვანე ამ ქვეყანაზე, ხო რაღაცისთვის ხო მოვედი თითოეული ჩვენთაგანი და რა ნებავს უფალს, ეს უნდა გამოიძიოს, ღვთისნება უნდა გამოიძიოს, რომ ეს აღასრულოს და მაშინ არის ადამიანი მშვიდად, ესე იგი. მაშინ აქვს ადამიანს სიმშვიდე. ეს დაურღვეველი სიმშვიდე, ამ სიმშვიდეს ვერაფერი ვერ დაურღვევს, იმიტომ რომ სადაც ადამიანს თავის სინდისთან სწორი დამოკიდებულება აქვს, არა, იქ ადამიანის სიმშვიდე არ ირგვა, სადაც ადამიანი ღმერთზეა მინდობილი, სადაც თითოეული განსაცდელის დროს ადამიანი ჩათვლის, რომ ეს ღვთის გარეშე შეუძლებელია რომ მომხდარიყო და თუ ღმერთია ჩარეული იმ საქმეში, რაც ჩემს თავს ხდება და ის მართავს ამ ყველაფერს, ის უყურებს ამ ყველაფერს, რომელსაც მე ისე უყვარო, რომ ჩემთვის ჯვარზე გაეკრა, თუ ეს ჯერა ადამიანს. მე ვამბობ, აი თუ ჯერა, იმას კი არ ვამბობ, რომ თუ გაუგონია და ყური მოუკრავს სადღაც, არა, თუ მთელი გულით ეს ჯერა, აი როგორც მაგალითად ბავშვმა ხო იცის, რომ დედა არაფერს არ დაუშავებს. მამა არაფერს არ დაუშავებს, პირიქით სიყვარული ძრუნა, როგორ შეიძლება რომ შვილმა წარმოიდგინოს, რომ ხა დედამ რამე უნდა დამიშავოს. და აი ესე თუ ჯერა ადამიანს რომ ღმერთი ამ ყველაფერს უყურებს და მის ყველგან მხედველ თვალს არაფერი არ გამოეპარება, მაშინ იტყვის, რომ იყოს უფალონება შენი, რადგან შენ ეს დაუშვი, ესე იგი ეს სასიკეთო იქნება. დღეს შეიძლება მე ამას ვერ ვხედავ, ამ სიკეთეს, მაგრამ მე მჯერა რომ ეს ესე იქნება. ახლა შეიძლება ზოგჯერ წარია რაღაცა ის, რაც ჩვენს თავს ხდება, მაგრამ ეგი მოკლე მონაკვეთში. შეიძლება ადამიანს, ესე იგი, ნევს რო უკეთებენ, ის მწარეა იმ მომენტში, მაგრამ ისიც იმიტომ არის, რომ ის კარგად იყოს, რომ ჯანმრთელად იყოს. ეგრე არ არის, აბა დედა რატო უკეთებს შვილს ნევს? იმიტომ რომ ის კარგად იყოს. და ბავშვს პატარაობაში ყველაზე მეტად იმ ნევს ისა ეშინია, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ამას სიკეთე მოაქვს. და თუ ადამიანი ღმერთს ესე მიენდობა, ის სიმშვიდე იქნება საფუძვლიანი და მყარი იქნება. დღევანდელ დღეს არის ხსენება ასურელი მამებისა. თქვენ იცით, რომ მე-6 საუკუნეში ისინი საქართველოში შემოვიდნენ და მათ მართლაც ანუგეშეს მთელი ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით ქართლ-კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო. ისინი თავდაპირველად ზედაზნის მთაზე ცხოვრობდნენ, აი სადაც ახლა ზედაზნის მონასტერია, ივანე ზედაზნელი დაემკვიდრა თავის 12 მოწაფესთან ერთად. შემდეგ კი იცით, რომ მთელი ქართლ-კახეთის მიდამოებში გაიშალნენ და მათ სახელს უკავშირდება უამრავი ეკლესია, მონასტრის აშენება და უბრალოდ ახლა წარმოიდგინეთ, აი სოფელში, უბანში ერთი მორწმუნე ადამიანი რომ არის. მორწმუნეს ვამბობ, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ისე კი არა, რომ აი მექანიკურად და ან ფანატიკურად ან რაღაც ზერელეთ, არა. აი მორწმუნე რო არა, მარტო კი რო არ ქვია მორწმუნე, არამედ რომ მორწმუნეა, რამხელა ნუგეშია ეს ოჯახისთვის, უბნისთვის, სოფლისთვის და ახლა წარმოიდგინეთ, ამხელა წმინდა მამა რო ცხოვრობს ამა თუ იმ სოფელში. რამდენი ადამიანისთვის როგორი ნუგეშია. მართლაც უამრავი ხალხი მიდიოდა მათთან, აი სხვა ხალხი მიდიოდა მათთან. იმიტომ რომ აი როგორც ფუტკარი ეძებს, ესე იგი ყვავილებს და სურნელოვან, აი ესე ეტანებოდა ხალხი მათ. ესე აყვავდა მერე იქ სამონასტრო ცხოვრება. სამონასტრო ცხოვრება მანამდეც კი იყო საქართველოში, მაგრამ აი ამ მასშტაბით, რაც მათ დროს მოხდა, ეგეთი მანამდე არ ყოფილა. ფაქტიურად სამონასტრო ცხოვრების ფუძემდებლები აი ესა მასშტაბურად ჩვენს ქვეყანაში სწორედ ისინი არიან. ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დალოცვით და კურთხევით მოდიან. ისევე როგორც წმინდა ნინო. მანამდე კი წმინდა ანდრია პირველწოდებული და ამაშიც ჩანს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია ჩვენი ქვეყანა და მფარველობს ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ყოფილა საქადაგებლად ჩამოსული,
მაგრამ ყველა ეს მოვლენა ადასტურებს სწორედ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მზრუნველობას ჩვენს ქვეყანაზე. ღმერთმა დაიფაროს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა.